მოგესალმებით, დღეს ხუთშაბათია 21 საათი, რაც იმას ნიშნავს, რომ კვლავ ეთერშია მანდის აღორძრული პოდკასტი, ჩემო მეგობრებო. აუცილებლად უნდა გთხოვოთ, რა თქმა უნდა, რომ გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი და თვალყური აადევნოთ, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დაალაიქოთ, დააკომენტაროთ და მოკლედ იყოთ ჩემთან ერთად. დღეს როგორც ხედავთ, განსხვავებულ გარემოში ვარ და დღევანდელი ჩემი სტუმარი არის თიკა ჯამბურია და თიკა მიმასპინძლა მის კაფეში 1991-ში, რაც ძალიან ლამაზია, მინდა გითხრათ. თიკა როგორ ხარ? კარგად, მადლობა რომ გვესტუმრეთ, ძალიან მიხარია რომ ჩემთან ხარ სტუმრად, იმიტომ რომ ჩათვალე რომ ჩემს შექმნილ რაღაც პატარა სამყაროში ხარ და კი, მართლა სამყაროში ვარ, იმიტომ რომ სადაც არ უნდა გაიხედო, პატარ-პატარა დეტალებზე არის ყველაფერზე ნაზრუნი და აი ვისიც არის ეს ადგილი, მიხვდები მის შინაგან სამყაროს, რა უყვარს, თუნდაც რაფერი მოსწონს წითელი და კი, ნამდვილად ეგრეა. სანამ სხვა თემებზე გადავიდოდეთ, მანამდე მინდა შენც წარმოგიდგინო და ჩვენს მაყურებელსაც ჩემი პარტნიორი მეგობარი კომპანიები. ეს არის ბომბარი, პრემიუმ ხარისხით დამზადებული უშაქრო ფიტნეს შოკოლადები, ანუ დაბალი შაქარი, მაღალი ცილები, თუ გინდა რომ საღამოსაც ტკბილეული მიირთვა. ბომბარი საუკეთესო გამოსავალია, შეგვიძლია შევიძინოთ სპარის ფრესკოსა და ახლა უკვე აგროჰაბის ფილიალში. საჩემო. სპარი არის ასევე ჩვენი მაღაზიათა ქსელი სპარი, ჩემი ახალი სპონსორი, სადაც შეგვიძლია შევიძინოთ უამრავი პროდუქტი და მათ შორის ესპანური ღვინო შეგვიძლია შევიძინოთ ექსკლუზიურად სპარში, რომელიც დღეს არის აქ წარმოდგენილი, გვაქვს თეთრი და წითელი ესპანური ღვინოები და როგორც მეგობრებთან საღამოს გატარების დროს შეგვიძლია მივირთვათ, ასევე სადილზეც ძალიან კარგია. და რა თქმა უნდა, ფაფინა, ფინეთში გაზრდილი შვია, დამზადებული საქართველოში. ფაფა, უпростоრად შვრიის ფაფა ძალიან ჯანსაღია, შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, ასევე საუზმეზე მშვენიერია და ძალიან ნოყიერი და შენ თუ გიყვარს? სამივე ძალიან მიყვარს, დაბალკალორიული, ტკბილეული, ღვინოც და შვრიის ფაფაც ძალიან მიყვარს. ხო, რამდენად ხშირად მიირთმევ და ითქვათ როგორ მიირთმევ ხოლმე აყრი რაღაცებს? ხო, ხილს, ბანანს, ვაშლს, ძირითადად რაღაც ესეთ მარტივად. იმიტომ რომ ზოგადად ხო მარტივი გასაკეთებელი არის შვრიის ფაფა და მარტივი საუზმეც ძალიან კარგი არის. კი, ძალიან კარგია, მე მიყვარს აი თხილეულს რომ მოაყრი ცოტას, მურაბას და შეგვიძლია შევიძინოთ GPS-ისა და PSP-ს აფთიაქებში. და რაც შეეხება ჩემ თავარ ამბავს. მოკლედ აქ უკვე საჭმით ვარ, წარმოდგენილნი და იდეაში ვსინჯავთ ჩემი სტუმრის საყვარელ კერძს, მაგრამ დღეს სხვა ვითარება და გეტყვით რატომაც და დღეს თიკა მომიმზადა, როგორ ქვია ფორთოხლის სენდვიჩი. ფორთოხლის სენდვიჩი, რაც ახალი შექმნილია, ასე ვთქვათ, ხო? ნუ ძალიან ახალიც აღარ არის უკვე. ხო, ეს ერთ-ერთი ისეთი ბესტსელერი ქვია ჩვენთან ალბათ, ხო, ჩვენი ყველაზე ხშირი სტუმრების საყვარელი სენდვიჩი არის და ჩემიც. და შენ რას მიირთმევ? იქიდან გამომდინარე, რომ მე ასკეზას ვაკეთებ. და ცოლს არ ვჭამ. თორემ მე ძალიან დიდი შეამოვნებით გავსინჯავთ და ძალიან მომენატრა ჩემი ფორთოხლის სენდვიჩი. მე ვჭამ ჟოლოს სალატს, რაღაც ისე გავაკეთე, რომ ხილის ის გქონდეს საღამო. შენ შეჭამ ფორთოხლის სენდვიჩი, მე ჟოლოს სალატს. ეს არის სალატი ძალიან ჯანსაღი, ვეგანური, სამარხო. და ზაფხულში, როდესაც სეზონი არის ჟოლოსი, ცოცხალი ჟოლოც აქვს ხოლმე, მაგრამ ეხლა რადგან არ გვაქვს ეს ფუფუნება და ძალიან ცუდი გემო აქვს ჟოლოს, გადავწყვიტეთ, რომ соуსი გავაკეთოთ ჟოლოს. აი, როცა ჩავკითხო. ჭამა ძალიან მიყვარს. ყველაზე მეტად რა მიყვარს რომ მითხან ჭამა მიყვარს ძალიან. პერიოდები მაქვს ხოლმე რომ აი რაღაც პერიოდი ტკბილს არ ვჭამ, რაღაც პერიოდი ცომს არ ვჭამ, რაღაც პერიოდი რაღაც გაზიანებს არ ვსაურავ. ეს ჩემი ძლივს დაკლებული კილოგრამები შევინარჩუნო. ხო. და არ მივცე თავს საშუალება რომ ისევ თორე მე რო დავიწყო ყვება, ვეღარ მეჩერებს ვერა, ვინც მიყვარს. არა, ძალიან დიდი ნებისყოფა გქონია შენ. იცი რა არის, არ მაქვს ნებისყოფა, მაგრამ გამოიმუშავე. იქიდან გამომდინარე რომ მე ეს შევძელი და საკუთარ თავს ვაჯობე და მოვიგე ბრძოლა. ეხლა უნდა დავაფასო რა ეგ ყველაფერი და ამიტომ ვერ ვიტყვი იმას რომ მოვიმატე წონაში. აღარ ვარ ისეთი გამხდარი როგორიც ვიყავი, მაგრამ აი ეხლა ძალიან შეშინებული ვარ და ძალიან ვაკონტროლებ. ხო და მე მგონია რომ რაღაცებს რო გადალახვა ის პერიოდი რომ მივხვდი რომ რაღაც წონის კლებისკენ წახვედი
ძალიან მაგარია რომ მაინც შენ თავს რო აჯობე რა, იმიტომ რომ ყველა ვერ აკეთებს ამას ნებდება შუაგზაში და რაღაცა არ შემიძლია, კაი იმას ცოტას მოვწიწკნი შოკოლადს. მეცი რამდენჯერ დავიწყე ორშაბათები და ხო, აი ორშაბათიდან ყველა ბევრი ორშაბათი გქონია. კი, ძალიან ბევრი. სხვათა შორის აი ამ ასკეზებმა ძალიან მიშველა რა. ხო და აი ხა ასკეზაზე მომიყევი, როგორც ხარი ასკეზი. ჩემი გამოცდილებით სიტყვა დიეტა მაგიჟებს. როგორც კი ვამბობ, რომ ვარ დიეტაზე, 5 წუთში მშია. და მინდა რომ ყველაფერი ისჭამო, რაც აკრძალულია. ეხლა რომ ეს ასკეზა დავიწყე და სამყაროსთან გარიგებები მაქვს, ცოტა შემეშინდა კიდევაც რომ არ დავისაჯო რაღაც და ძალიან ისე მიუდექი რა, როგორ გითხრა, ძალიან ფრთხილად მიუდექი ამ საკითხს, რომ მე ჩემ ყველაზე საყვარელ რაღაცას ვთმობ, იმისთვის რომ სამყარო დამეხმაროს და თქვა რაღაცა ძალიან რომ მინდა, ხელი შემიწყოს და ეს საქმე კარგად წავიდეს. ამიტომ ძალიან გაამართლა ამ ჩვენმა გარიგებამ სამყაროსთან და ძალიან დამეხმარა წონის კლებაშიც. პირველად არ აკეთებ როგორც მივხვდი ხო? უკვე მე რამდენი წრეზე ვარ. სულ სხვადასხვა რაღაცებს ვაკეთებ. და უფრო აი როგორ აი ნებისმიერ სულს ვთქვა, ეხლა რა თქმა უნდა იმაზეც არ ვამბობ, თუ ეხლა ხვალ მანქანა მყავდეს და რეალური უნდა იყოს ეს სურვილი, ისეთი ალბათ რასაც აპირებ რომ გააკეთო, შენი ძალისხმევაც იქნება ჩადებული, რომ რაღაცნაირად გაგიკვალოს გზა. კი, აი უახლოეს მომავალში რაც ძალიან გინდა ან რაღაცას ელოდები, აი ეგეთ რაღაცებს ვიფიქრებ ხოლმე რა. აი მაგალითად რა აღსრულებია თუ შეიძლება რომ აი უკვე ასრულებულზე და რამდენ ხანში, აი რამდენ ხანში, აი როგორ წერხომე მაშინ, აი იცი როგორ რა ვთქვათ რომ საინტერესოა ფორმა ამას როგორ ადგენდა. აი მოკლედ შეგვიძლია მე როგორც ვიცი, აი ძალიან კონკრეტული აკრძალვები უნდა გააკეთო, აი მაგალითად კბილი არა. აი ტკბილში შედის ძალიან ბევრი რაღაცა. კონკრეტულად აი რაზე ამბობ უარს, რომ თქვათ მაგალითად ტირამისუზე, ნაპოლეონზე, აი ეს უნდა ჩამოწერო ესენი რა. ან შეიძლება სნიკერსი შეჭამო და უბრალოდ ასკეზა ქონდეს ტირამისუზე. ან რაღაცა ეგეთი მსგავსი. ჩემს სურვილებს რაც შეეხება, რა ვიცი, ძირითადად წარმატება და ძირითადად მინდა რომ ჩემი კაფე იყოს ძალიან წარმატებული და ჩემი საქმიანობა კარგად წავიდეს და რაღაცა ეგეთი რაღაცაები მაქვს რა. აი რაღაც თქვათ გადამწყვეტი შეხვედრა მაქვს და იმ შეხვედრაზე რაღაცა პასუხი უნდა მივიღო ან კი ან არა, მინდა რომ აი მაგაზე ჩავიფიქრო ხოლმე და ეგეთ რაღაცა. და შენ იმასაც წერ რამდენ ხანში 21 დღეარი მინიმალური და 21 დღის მერე რამდენი ხანიც გინდა. კაი, რამდენი ხანი გააკეთებია შენ? 6 თვიანი მქონდა კოკა-კოლაზე, იმიტომ რომ გიჟდები ისე მიყვარს. მაგრამ სხვათა შორის საერთოდ აღარ ვსვავ. ამან გადაგაჩვია. გადამაჩვია, კი. იმიტომ რომ თუ აი რაღაც სასმელი მინდებოდა, პირდაპირ კოკა-კოლა მინდებოდა, წყალი საერთოდ აღარ არსებობდა ჩემ ცხოვრებაში. კი, ჩვენთანაც ეგრეა სახლში ღამის ონკანში წყლის ნაცვლად კოკა-კოლა. ხო და ეხა ეგ რო შევცვალე და ანუ როცა მწყურდება წყალს ვსვავ, აღარ მინდება კოკა-კოლა. ისე მეც შემიმჩნევია, რომ მაგალითად აი ერთგან წავიკითხე, რომ როდესაც რაღაცა ცმაცუნი მოგიდებათო, წყალი დალიეთო, იმიტომ რომ შეიძლება გწყუროდეთო რა და ძალიან ბევრჯერ გამიკეთებია ეგ, რომ აი ხა რაღაც ტკბილი მინდა, აი რაღაცა მინდა და რო დამილევია წყალი, მართლა დავშოშმინდია ის სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ეგ მეც მაქვს წაკითხული, რომ ძალიან ბევრ რაღაცებს ვკითხულობდი ხოლმე გახტომაზე და მადის დაკარგვაზე და ეგ ვიცი, რომ თუ ძალიან საღამოს მოგშივდა, შეგიძლია წყლით გადააგორებინო რა, აი ბევრი წყალი უნდა დალიო უცებ ესე დიდი ხლუპებით და რაღაცნაირად გამშვიდებს და გაწყნარებს. ხო, ძალიან, ნუ წყალი ხო ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ორგანიზმისთვის და ჯობია რომ სხვა რაღაცეების ჭამას წყალი დავლიოთ. იმაზეც მიფიქრია რომ ყოფილი რაღაც დღე მაგალითად ისე გასულა რომ წყალი საერთოდ არ დამილევია. აი ხა მასტერშეფს რო დავუბრუნდეთ კი არა და მასტერშეფზე მინდა კითხო. აი რომ არა მასტერშეფი ესე სერიოზულად მიუდგებოდის მზარეულობის პროფესიას? არა. ალბათ არა. მასტერშეფმა ძალიან დიდი გამოცდილება მომცა, ძალიან დიდი გამოცდილება მომცა. ცოტა ის ექშენი მაკლია ხოლმე ცხოვრებაში, რაც მან ხდებოდა და აი ეგ რაღაცა აი რო იხჩობი ისეთი ადრენალინი კეთების დროს, რაც მართლა ისეთი ადრენალინი და ისეთი ამბები ხდება, რაზეც როგორც უყურებთ, ხო? კი, ზუსტად ეგრე არის. აი რასაც უყურებთ, რეალურად ეგრე არის, დადგმული არაფერი არ არის, საერთოდ. და მე ვარ ძალიან აზარტული ზოგადად რა. სპეციალურად არ ვსწავლობ პოკერს, კარტს. არ ვიცი რაღაც თამაშები ონლაინ, იმიტომ რომ არ ისეთი არ უნდა მოვიგო. ხო. აი თუ არ მოვიგე, ცუდად ვარ. აი ნებისმიერ პროექტს რო გადახედა, სადაც მაქვს მონაწილეობა მიღებული, ყველაფერი მოგებული მაქვს. ეგ რაღაც მხრივ ძალიან მაგარიც არის, რომ აი მაქსიმალისტი ხარ და გინდა რომ გაიმარჯვო. ხო, ან ფინალში ვარ ხოლმე, პირითად შემთხვევაში. ხო და
მანდაც ეგ მქონდა რა, ჩემზე ბევრად პროფესიონალები იყვნენ, მაგრამ მე მიყვარს მოგება და მე მიყვარს მაქსიმალურად ჩემი თავის დახარჯვა, რასაც ვაკეთებ იმაში რა. ანუ ყველაფერში ეგრე ვარ, თუ ვიცი რომ არ ვიცი, არ ვაკეთებ და უბრალოდ არ ვკიდებ ხელს. თუ ვიცი რომ არ გამომივა. თუ რაღაცა პატარა შანსი მაქვს რომ გამომივიდეს, მაშინ აი რა ვიცი, ვათენებ. ვუტყავ თავს ყველაფერს, რომ ვისწავლო, ვიმეცადინო და გავაკეთო და ხშირ შემთხვევაში გამომდის ხოლმე. და იქაც არიცით, მაგალითად რა დავალებას მოგცემენ, ხო? და იქაც როგორი მნიშვნელოვანია, რომ იმ მომენტში კიდეს ხარტიგონებაც გქონდეს და კრეატივიც ჩართო სტრესის ფონზე და ეს ყველაფერი გადავახო და თან გამომდის. იქ არიან ისეთი პროფესიონალი ადამიანები, ვინც შენ გვერდზეთ განან და თუ რაღაცა გაინტერესებს, კითხვას სვავ მაგალითად, ხო? ეს რამდენ ტემპერატურა რამდენზე უნდა იყოს. აი ეგეთი რაღაც დეტალები მე არ ვიცოდი, იმიტომ რომ მე მოყვარული ვარ, მაგრამ არის ძალიან მაგარი გოგო, რომელიც გეხმარება ამ ყველაფრის გაკეთებაში რა და გასწავლის იქვე. მაგრამ ძალიან მაგარი იყო, აი მართლა მთელი ჩემი ტვინი იყო მობილიზებული მთელი დღე და ღამე რა უნდა გამეკეთებინა, ჩემ ფიდი რო გენახა ინსტაგრამის სუსაჭმელების კეთება იყო, YouTube-ზე სუსაჭმელების ყველგან უყურებდი მარტო რეცეპტებს და კეთებას, რომ აი რაღაცა რომ დამჭირვებოდა ნებისმიერ რაღაცი და რაღაცა მომეფიქრებინა და გამეკეთებინა. სახშიც მომეცადინეობდი. ხო, აი ეგეც ხო არის, რომ აი რას აკეთებდი, შენთვის მოიფიქრე. მთელი ჩემი ფული დავხარჯე პროდუქტებში. რაც კი არსებობს, ყველაფერი ვიყიდე, ყველაფერი სახში მქონდა თევზი, ხბო, მაცივარში ეს ყველაფერი, რომ მესწავლა ხორცი როგორ უნდა დამემუშავებინა, თევზი როგორ უნდა დამემუშავებინა და ძალიან ბევრს მეცადინეობდი რა. ძალიან დამღრელი, ამდენი ხანი თან ფეხზე დგომა. აუ, ძალიან. და მარტივად ზოგადად არაფერი არ გამომდის თან. მე ვარ ის ადამიანი, რომელსაც მარტივად არაფერი არ გამომდის, თუ თავი არ დავაკალი რაღაცას, არ გამომდის. აი, ეს შეიძლება საუბრო ვიღაცებს ხო არის, რომ აი მარტივად გამომდის იღბალიც. არა, იღბლიანიც ვარ, ვერ ვიტყვი რომ იღბლიანი არ ვარ, მაგარი იღბლიანი ვარ. ხო, ეს ძალიან მაგარია. ანუ წარმატებას მარტო შრომა არ ჭირდება, როგორ არა, ძალიან დიდი შრომა ჭირდება, დისციპლინა ჭირდება. შრომა, დისციპლინა, იღბალი და სწორ ადგილას უნდა მოხვდეს სწორ დროს. ხო, და ეგ უკვე იღბალია და რაღაცა გამართლებაა, რომ და ხასიათიც ალბათ რა, ხასიათიც ძალიან მნიშვნელოვანი არის. მიმწოლიც უნდა იყოს, მობიერიც უნდა იყოს. ისეთი უნდა იყოს, რომ ყველა არ გააღიზიანო, ისეთიც უნდა იყოს, რომ თავი არ დააჩაგრინო არავის და ეგეც არის რა. ნუ ოქროს შუალედი უნდა დაიცვა, რაც ყველაზე ყოველთვის რთულია ხოლმე. და აი იცი რა მითხარი, რა არის ის, ასე ვთქვათ, სტერეოტიპი, ან ჭორი, რაზეც შენზე ლაპარაკობენ ხოლმე და არ არის სინამდვილე? ზოგადად ძალიან დავიღალე ადამიანებს რაღაცა ვუმტკიცო რა, ბავშვობიდან სულ რაღაცას ვამტკიცებ, რომ ჯერ ფულიანი მამიკოს შვილი ვიყავი და იმიტომ ვიყავი წარმატებული, მერე ის ვიყავი, რა ქვია, მერე აი რაღაც სულ რაღაცებს იმაშებიან, რომ აი არ ვერ მღერის, მამა პატრონობს, მამა ჩემი მერე რო ვეღარ პატრონობდა, მერე ყოფილი ქმარი პატრონობს, ყოფილი ქმარი ვერ პატრონობს, ეხა ის პატრონობს, ეხა აი და ძალიან დავიღალე ყველაფრის მტკიცებით რა, აი რა ვიცი, ყოველთვის მთელი ცხოვრება ყველაფერს ჩემი შრომით ვაკეთებდი და არ მახსოვს პერიოდი, რომ რაღაცა რომ დომებოდა, ძალიან დიდი შრომა არ ჩამედო და ზუსტად იგივენაირად და ანალოგიურად არ მეკეთებინა ის, რასაც ხვები აკეთებდნენ და მიფასებდნენ კიდევაც რა, თუნდაც ამ მასტერშეფშიც იყო. ეგ რომ აი თიკარი ჯამბურია და იმიტომ და აი მე როგორ ვიღლები ამ ყველაფრით. რა გეგონება მე ისო რუცხო პლანეტიდან მოსული ადამიანი და უბრალოდ რაღაცა ცალკე არსება ვარ და რადგან ეს ცალკე არსება ვარ, იმიტომ მომდის ყველაფერი ცხოვრებაში. არა, ზუსტად ანალოგიურად და ისევ შრომობ, როგორც ყველა დანარჩენია. შეიძლება უფრო მეტსაც დაჟე რომ დავამტკიცე, რომ მე ეს შემიძლია. ხო და ანუ უფრო იმას გაკერებენ ხოლმე. უფრო მეტიც მომეთხოვება, ხო? ხო, უფრო მეტიც მოგეთხოვება და იმას საუბრობენ, რომ რახან თიკა ჯამბურია, აი შეიძლება ამბობდნენ, რომ აი ცოტა რაღაც ისეთია, თავში ავარდნილი სიტყვა არ მიყვარს, მაგრამ ეს ან ცოტა ისეთი ხასიათების, გაიგე ეგეთი რაღაც თუ არა? რავი, არა. ხო. ეგ ალბათ ყველაზე ნაკლებად გამიგია, რომ თავში ავარდნილი არის ან რაღაცა ისეთი ხასიათების ვარ და უფრო წარმატებაზე საუბრობენ ესე იგი, რომ ეს იმას დაეხმარა ამის დახმარებით არის. სულ ის არის, რომ რადგან თიკარი ჯამბურია, რადგან თიკარი ჯამბურია, რას ნიშნავს? მაგას რო ხვდები.
მაგრამ კაიც არის რა, ვიღაცისთვის ეთყობა ძალიან მნიშვნელოვანი ვარ და ძალიან მაგარი ვარ, რომ ახლა თიკა ვარ, ჯამბურია, ის ვარ. განსაკუთრებული ვარ და კარგი ვარ. კი, ნამდვილად, მაგრამ თან პოპულარულიც რო არის ადამიანი, ხო ხდები მაინც. პოპულარობამაც ძალიან ბევრ რაღაცაში შემიწყო ხელი რა, მაგასაც შევეხოთ, რომ ადამიანს შეუძლია თავისი ეს ცნობადობა გამოიყენოს ძალიან სწორად. კი. იმიტომ რომ ჩემს ირგვლივ უამრავი ადამიანი არსებობს, ვისაც ძალიან ვუყვარვარ და მართლა აი გულწრფელ სიყვარულს გამოხატავენ ხოლმე და აი ისე მიხარია და ისე მიკვირს ხოლმე, რომ აი ადამიანებს უბრალოდ ვუყვარვარ. ძალიან კაი. და ძალიან მაგარია ეგ რა და აი ამას სიყვარულით ძალიან ბევრი რაღაც გამიკეთებია ცხოვრებაში, ძალიან ბევრი რაღაცაში დამხმარებია. და ძალიან დამიფასებია კიდევ. იმიტომ შენს ალბათ სიკეთეს აკეთებ ბევრს და შენგანაც გრძნობენ ამ ენერგიას. ძალიან ვცდილობ. ძალიან ვცდილობ, რომ ყოველ დღე და ყოველი ჩემი ნაბიჯი იყოს სწორი და კეთილი და ძალიან ვცდილობ, რომ ადამიანები არ დავაზიანო და ძალიან ვცდილობ, რომ სწორად ვიცხოვრო. და ალბათ ეგ მიფასდება კიდევაც ცხოვრებაში, იმიტომ რომ ამ ბოლო დროს განსაკუთრებით რა რაღაც ძალიან კარგად ყველაფერი რაც დავიწყე ძალიან კარგად დავაკაკუნებ. ხო. ასე ქვია. ძალიან სწორად მიმდის რა და ძალიან მიხარია. აი ხა ამ კაფეში რო ვხედვართ, ეს არის შენი პირველი ბიზნესი, ასე ვთქვათ, ხო? კი. და აი ეგეც ძალიან დიდი გამოცდილებაა და ამასაც მოგვიყევი, როგორი იყო მაინც ესე პირველად ამხელა ბიზნესს რო შეეჭიდე, რა გამოწვევები იყო და იქნებოდა, რა თქმა უნდა და აი რასაც ხედავთ და რასაც უყურებთ, ყველაფერი ჩემი გაკეთებულია. შვილივით ხო ყავს, აი დარწმუნებული ვარ. გიждები, იმიტომ რომ მე დავრბოდი ბაზრობაზე, საღებავებზე, მე დავრბოდი რაღაცა საყიდლებზე, ესენი ჩემი მიკრული, აი ყველა დეტალი, აი მართლა ისეთი დაღლილი ვიყავი ბოლოს 1 წელი ვაკეთებდი ამ კაფეს. იმიტომ რომ ესე ერთიანად თანხა არ მქონდა, რომ უცებ გამეკეთებინა და გამეხსნა და აი რაღაცნაირად ისე დავიწყე, იცი? მოდი გავხსნათ კაფე და დემუსავით. ხო, და აი კი არ მიფიქრია, რომ ამ კაფეს უზარმაზარი რაღაც თანხები ჭირდებოდა, ნერვები, ყველაფერი. ცოდნა, ხო და აი ნელ-ნელა ეტაპობრივად ყველაფერი გავაკეთე და ანუ ისე მეამაყება ჩემი თავის რომ ეს გავაკეთე. ხანდახან ვზიარ ხოლმე, აი ხო ესე ვზიარ და ვუყურებ და არ მჯერა რომ გავაკეთე, იმიტომ რომ აი ესეც ხო ჩემი ახდენილი ოცნება არის. და ხო აი რაღაც ოცნებას რო ავიხდინე და აი ესე შევძელიეს, აუ ძალიან მაგარი შეგრძნება არის. თან შენი სახსრებით და შენი კი, აბსოლუტურად ყველაფერი ჩემით. აბსოლუტურად ყველაფერი. თუ შეხო თიკა ჯამბურია ხარ და ხო თან გეხმარები. ხო, ისა. ეღარ და გავიტყოს ახლა. ხო, 1990 შენ არ გაიკეთებია მე მგონი. რაღაც დაგეხმარი. ხო, ზუსტად. ხო, რა. არავინ არაფერში არ გეხმარება, მეგობრებო. ჩემი ლამაზი თვალების გამო არავინ არაფერში არ დამეხმარა საერთოდ. ყველაფერს უდიდესი შრომა ჭირდება, საერთოდ. კი არა, რამდენი ხანი დავრბოდი საბუთებზე მერიაში უნდა გენახათ. 6 თვე ვცდილობდი, რომ გარეთ სკამი დამედგა. უი რა საბო. კი, ესე საბუთებით ხელში დავრბოდი და ვითხოვდი და კაცშვილი ყურადღებას არ მაქცევდა. მაგრამ ბოლოს მაინც მივახცია ჩემს სასწაულს. ხა იმდეს მტირინებდი, ალბათ ბოლოს აი ოღონდ თავი დაგვანებოსო და მე ზუსტად ეგრე იყო, ოღონდ. ეგრე უნდა ქნა, თუ ძალიან რაღაც გინდა, არ უნდა მოეშვა და მე ისინი დაიღლებიან რა, მე მგონი და. იცი რა მაინტერესებს, აი ახალ საჭმელს რო აკეთებ, ახალ კერძს რო იგორე, პირველი ვის ასინჯებ, აი ვისგან გაინტერესებს რაღაც შეფასება? ჩემ შვილს, ნინას. ხო. იმიტომ რომ ძალიან გურმანია და ძალიან კაი გემოვნება აქვს. უყვარს ძალიან ჭამა. და ჩემ შვილს ვასინჯებ ხოლმე და თუ თქვა ძალიან გემრიელია, ესე კი ძალიან კარგია რა და მჯერა. და ამ საჭმელებს უკეთებ ხშირად თუ უკვე ყელში აქვს? არა, თვითონ მოდის აქ როცა ინატრება და ჭამს. ხო. კი. ის ხო. მე საჭმელს სახში აღარ ვაკეთებ. აღარ ხო? სამზარეულოში უბრალოდ შედიო რომ წყალი დავლიო. წყლისთვის შედიხარ სამზარეულოში, მისთვის შედიხარ. მინერობებმა მშია გამოიძახებეუბნები, იმიტომ რომ აღარ შემიძლია. იცი, ჯერ ესეთი ძალიან სტრესული საქმიანობა არის და ეხა უკვე ხვდები მზარეულები რატო არიან ესეთი გადაღლილები, დასტრესილები და რამხელა და როგორი რთული და საპასუხისმგებლო საქმე არის. აი ძალიან, იმიტომ რომ ძალიან რთულია რა, ჯერ ყველას გემოვნებას ვერ ერგები, ისედაც ხო ვერ ერგები, მაგრამ წარმოგიდგენთ ყვების ამბავში საქართველოში, სადაც ყვება გვაქვს რაღაცა აყვანილი ზე საფეხურზე, ხო?
და აი ყოველს თვალებში და უყურო, აბა ვის რა მოეწონება, ვის არ მოეწონება, ვიღაცა შეიძლება მოეწონოს, მაგრამ იმიტომ რომ დიკა ჯემბურიას კაფეშია თქვას, რომ ძალიან ცუდი იყო, აი ყველანაირი შეიძლება მიხვდი, მოხდეს. ვიღაც პირიქით მოდის და ძალიან კარგია და ძალიან გემრიელია, აი ამას რო გეუბნებიან, აი ისე ივსების სიხარულით და სიყვარულით რომ მეტი არ შეიძლება. ძალიან მაგარია კარგი. მე უკვე რო ყავს ერთგული სტუმრები, რომლებიც აი ძალიან ხშირად მოდიან და ის მომენატრა რომ ამბობენ, გიждები ხოლმე ისე მიხარია. ხო. და მენიუსაც ვცვლით ხო სეზონურად? ეხლა საფუძვლი დაემატება კიდე ახალები და გაზაფხულსაც ამბობთ. მენიუშიც ანუ ისეთი გაურკვეველი ვიყავი ჯერ თავიდან. ეხლა უკვე დავლაგდი რა ზუსტად კონკრეტული მენიუ მაქვს. ადრე აი ყველაფერს ვედებოდი ცადე ისეს და უკვე ხვდები აი გემოვნებასაც მივხვდი ქართველი ხალხის, ვინც აი აქ დადის თქვათ, ვისაც ამ ტერიტორიაზე ხშირად უყვარს შემოსვლა, ვის რა მოწონს, რა იყო მოთხოვნა და რაღაცა ნელ-ნელა ვისწავლე. მაინც რა მოწონს ქართველ ხალხს? გემრიელი ჭამა. აი პაწაპუწი არა, გემრიელი აი ხო, აი ფრანგულად რო დადევე ხო რაღაცა. მაგასაც აქვს რა თავისი მუღამი ახლა გააჩნია სათხარ და რა სიტუაციაში ხარ, მაგრამ ჭამას როცა ეხება, უყვართ კარგი დიდი პორციებით ჭამა. ძალიან მაგრად სიამოვნებს სამზარეულოში ფუსფუსი. განსაკუთრებით მაშინ, როცა ნერვები მაქვს მოშლილი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რაღაცაზე ნერვიულობ და ცუდად ვარ, აი გადატანა ამაში და კეთებაში და აი ამ თვითონ მოქმედებაში ყოფნა ძალიან სიამოვნებს. შენ მე მგონი ძალიან ემოციური ხარ, ხო? არ ეს არ გეტყობა საერთოდ. არ ვიცი ხა ეს შეიძლება დიდი ხანი მე ასე ხო არც გიცნობ და დღეს გაგიცანი და მანამდე ესე ეკრანი და ნუ რა ვიცი ვიღაცა შეიძლება ხო ალბათ უფრო ატყობდა. აი შენ თითქოს აი ძალიან გაწონასწორებული და ესეთი ადამიანი შთაბეჭდება სწორებ. 7 გიჟი ვარ მე. ხო, ჩუმი გიჟები რო არის, ესე რომ მწყენე. 7 გიჟი ვარ მე, ანუ ძალიან რთულია ჩემი მდგომარეობიდან გამოყვანა, წყობიდან გამოყვანა, მაგრამ თუ გამოვედი, ძალიან ცუდად გამოვდივარ და აი მაგამდე არ მიყვარს მისვლა, მაგრამ ამ ბოლო დროს ვცდილობ რომ ვაკონტროლო რა, ვცდილობ რომ ვაკონტროლო. აი ამ ბოლო დროს რამ შეიძლება უფრო მეტად იმოქმედოს შენზე? აუ ყველაფერმა არ ვიცი, არ მიყვარს რომ აწუხებენ. ვერ ვიტან მაგას რომ აწუხებენ, ბევრჯერ რომ მირეკავენ ერთ და იგივე რაღაცაზე გიждები. საქმეზე თუ რამე? ნებისმიერ ამაზე, აი ნებისმიერ ამაზე ძალიან ხშირად რომ კი მართალია ძალიან გულმავიწყი ვარ და მავიწყდება ხშირად რაღაცები, მაგრამ მაინც რომ მირეკავენ და 100-ჯერ მახსენებენ ვერ ვიტან. ეგეც კიდე ეხა უკვე აღარ გამოდივარ, ადრე ძალიან მეზიზღებოდა უსამართლოდ რაღაცას რომ კომენტარებს მიწერდნენ ხოლმე, ეგრევე გამოდიო წყებიდან და მე შევდიოდი, მაგრამ ეხა უკვე მივხვდი რომ აღარ მაინტერესებს ეგ, იმიტომ რომ მაგასაც ალბათ ჭირდებოდა იმუნიტეტის გამომუშავება რა ჩემნაირი ადამიანისთვის, რომელიც ძალიან ემოციურია და უცებ ფეთქდება რა. მაგრამ აღარ ფეთქდები ეგეთ რაღაცაზე, იმიტომ რომ მივხვდი რომ ადამიანებისგან რომლებისგანაც რჩევას არასდროს არ მივიღებ, იმის ნებისმიერი სიტყვა ჩემთვის საერთოდ ფუჭია, ამიტომ რაც უნდა თქვას, აი რა უნდა რატომ უნდა შემეხოს, ან რატომ უნდა მავნოს. ხო, არც უნდა შენ არ უნდა გასცე პასუხი. ხო რა, შეიძლება ეგეც არასწორი არის რა და ძალიან ცუდი ქენით რომ არ გავეცით თავის დროზე ყოველს პასუხი, რომ ეხა უკვე ესეთ დონეზე არ ყოფილიყო ეს რა, რაღაც პონტად ითვლება ადამიანების ბულინგი, ხო. მაგრამ ძალიან კაია ეგ ყველაფერი, იმიტომ რომ იმხელა იმუნიტეტი გამოვიმუშავე მაგის, ჭირდებოდა ალბათ რა. და სამყარომ სპეციალურად გამომიგზავნა ეგეთი რაღაცა, რომ ძალიან გავძლიერებულიყავი. მე ზოგადად აი ვიღაცები ხო ფიქრობენ რომ რაღაც დაცემები ძალიან ტრაგიკულია და ძალიან რთულად გადააქვთ, კი, რთულად გადამაქვს და ჩემთვისაც ძალიან ძიმე არის, მაგრამ ანუ ერთი ძალიან მაგარი თვისება მაქვს, რაცაც ჩემი ცხოვრების დაკვირვებით მივხვდი, რომ ეგეთი ამბები ჩემ ცხოვრებაში ძალიან კარგად მოქმედებს ჩემზე, იმიტომ რომ ვიზრდები, ვაცნობიერებ მაგ ყველაფერს და ვიყენებ სასარგებლოდ, რომ ანუ სამომავლოდ იგივე შეცდომა არ დაუშვა და სამომავლოდ იგივე რაღაცაზე გული არ მეტკინოს რა და მართლა ეგრე ხდება. ხო, აი შენ გითქვამს რომ რაღაც პერიოდი გქონდა ძალიან სტრესში იყავი და ძალიან ისე იყავი და აი რა თქმა უნდა არ ვკითხავ მიზეს, მაგრამ აი მაგ დროს აი რა გრძნობდი, როგორ იყავი, როგორ გამოხვედი ნელ-ნელა, იყო ეს რომ მარტო შენ თავს დაეხმარე თუ იყვნენ ადამიანები, ოჯახის წევრები და გჭირდებოდა მათი გვერდში, თუ ხო არიან ადამიანები რომ აი არ გინდა და შენ თვითონ შეგიძლია რომ გამოხვიდე. მე ვარ ძალიან გამიმართლა
ძალიან მაგრად გამიმართლა და ვარ გაზრდილი ყველაზე მოსიყვარულე ოჯახში. ჩემი ოჯახი ყოველთვის ისე გვერდში მიდგას. მიუხედავად იმისა, რომ ეს ის თაობა არის, რომლისთვისაც ბევრი რაღაცა ძალიან მიუღებელია, ხო? ყოველთვის ძალიან გვერდში მიდგნენ, ნებისმიერი ჩემი რაღაც გადამწყვეტი მომენტი რო იყო ცხოვრებაში, აი ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ შენ როგორც გინდა ისე იფიქრე, შენ როგორც გინდა ისე მოიქცი. დედა ყოველთვის ძალიან ცდილობდა, რომ დამოუკიდებელი ყოფილიყავი ბავშვობიდან. არასდროს არ აკეთებდა ჩემ მაგივრად იმას, რაც შემეძლო რომ მე გამეკეთებინა და ყოველთვის მეუბნებოდა, რომ თქვა სადღაც დასარეკი იყო, ხო რაღაც საქმე იყო, შენ დარეკე, შენ წახდი, შენ თვითონ გააკეთე 12 თუ 13 წლის ვიყავი, მარტო გამიშვა კონკურსზე იტალიაში და წარმოგიდგენთ 13 წელს მარტო გავფრინდი, მარტო ჩავედი, აი რაღაცა ეგეთ რაღაცებს სპეციალურად აკეთებდა, რომ მე სამომავლო ცხოვრებაში ეგ ჩემთვის გაკვეთილი ყოფილიყო და ძალიან გამოდგომოდა. ხო და როდესაც აი ესეთი სტრესული პერიოდი მქონდა და რაღაცნაირად ანუ დგომა მჭირდებოდა ფეხზე, ხო? მივხვდი, რომ დედისგან ისევ რა, დედის სიტყვები არის ეგ ყველაფერი, რომ მსხვერპლის როლში და აი ეგეთი საწყალი ადამიანის როლში ყოფნა ძალიან მარტივია რა. უფრო გიადვილებს ცხოვრებას. რომ სხვას დააბრალო შენი ცუდად ყოფნა. როგორც კი შენ თავს მოერევი და როგორც კი შენ თავთან იქნები მართალი და ანახებ შენ თავს, რომ შენ უფრო მეტი შეგეძლია და არ გაყვები იმას, რომ აიმე აიცი ეს დამემართა, იმიტომ რომ იმან ეს გამიკეთა და არა, მერე რა, შენ უნდა ადგე, შენ უნდა გააკეთო, წინ უნდა წახვიდე, იმიტომ რომ ერთი ცხოვრება გაქვს ხო ადამიანს ცხოვრებაში კიდე არავინ არის ეს ერთი არის თუ რამდენი არის, მაგრამ ნუ ეს ერთი ცხოვრება ხო ისე უნდა გაიარო, რომ არ იყო სულ მსხვერპლის როლში რა. პირიქით მაქსიმალურად უნდა ისიამოვნო. ყველაფერი გააკეთო იმისთვის, რომ აი შეირგო ეს ცხოვრება და შენი მაქსიმუმი დახარჯო. ამიტომ მივხვდი რა, რომ რაცა უნდა მოხდეს, რაცა უნდა დაცემა იყოს, არაუშავს ცხოვრების გამოცდილება არის, გაკვეთილი არის, შემდეგი წადი წინ იარეს, აი ამ იმაში ვარ შიგნიდან რა, მუხტში. და მე მგონია რომ იმის მერე საერთოდ სხვანაირი ადამიანი ხარ. აი ყველანაირი ჩემი ტკივილი, რაც კი ყოფილა ცხოვრებაში, უფრო და უფრო მაძლიერებს. მართლა ეგრე არის რა. მართლა შეიძლება ვიღაცისთვის ეს სიტყვები არის და ვიღაცისთვის გაუცნობიერებელი სიტყვები არის, მაგრამ აბსოლუტურად გაცნობიერებულად ვამბობ, რომ ჩემი ყველანაირი აი ეს რაღაც დაცემა, ყველანაირი ტკივილი, ყველანაირი რაღაცა ცუდი პერიოდი, აი ძალიან დიდი გაკვეთილი არის და ძალიან დიდი ტრამპლინია იმისთვის, რომ უფრო მეტი გავაკეთო და უფრო მეტი შევძლო. და გამოგდის კიდეც, იმიტომ რომ კიდევ უფრო მეტად შეიცანი შენი თავი და რაღაცნაირად აი შორიდან გეუნები რა. ხო, ვთქვათ, ადრეც ეკრანიდან მინახი ხარ და ეხლაც ხო გადავნებ და აი საერთოდ სხვანაირი ხარ, საერთოდ უფრო საკუთარ თავში დარწმუნებული ხარ და უფრო ძლიერი ჩამხარ. ძალიან მაგარია, მე მაგას ჩემ წარსულს რო ვუყურებ ხოლმე, ისეთი საყვარელი ვარ ძველ ინტერვიუებში და ვიდეოებში, აბსოლუტურად სხვანაირად რო ვფიქრობ და აბსოლუტურად სხვა მიზნები და რაღაც ისინი შეხედულებები რომ აქვს. დღეს ეს თაობა, ვინც ხართ, ადრე პოპულარულები, ასია თუ ისია და შენც მაინც ინარჩუნებ პოპულარულობას და ადამიანებს ყოველთვის ახსოვხართ და აი რატომ შენი აზრით? იმას ხო ვერ ვიტყვით ახლა რომ ახლა შენ კონცერტებს მართავ ყოველ დღე. ნუ კაი, შენ ახლა სიტუაციურად ახლა გამოჩდი მასტერშეფში აი ამ კუთხით და კაი შეიძლება რაღაცა ამ ადამიანება აი ამ კუთხითაც დაგინახეს, მაგრამ მანამდე ხო უბრალოდ მარტო მომღერალი თიკა ჯამბურია იყავი და მაინც ყოველთვის ყურადღების ცენტრში ექცეოდი. და აი შენი აზრი მაინტერესებს, რატო იყო ესე? და არის დღემდე. კი არ მიფიქრია მაგაზე არასოდეს. ეხლა უნდა დავფიქრდე. ძალიან მაგარია ეგ რა, ძალიან მაგარი არის, რომ სულ ვარ მოთხოვნადი, სულ ვარ ყურადღების ცენტრში, არ აქვს მნიშვნელობა რაღაც კარგის მხრივ თუ ცუდის მხრივ, ხო? ესე იგი ადამიანებისთვის საინტერესო ვარ, ხო? ესე იგი ადამიანებს აინტერესებს ჩემს შესახებ ყველაფერი. შეიძლება ამას უარყოფენ. ვიღაცები იძახიან, რომ ვაფშე ვინ არის ეგ, მაგრამ რეალურად ყველამ ძალიან კარგად იცის ვინ ვარ. აბსოლუტურად ყველამ ძალიან კარგად ვიცი. იმ დღეს ხათ შეერს ეხა ეგეც ხო არ არის, ყველაფერს უყურებ რა TikTok-ზე ვხედავ ხოლმე ჩემზე რაღაცებს რო იძახიან და ერთ-ერთი TikTok-ერი არის, ერთი ბიჭი არის და ვიდეო ქონდა ჩაწერილი, რომ რაღაცა ის იყო რენკინგი იყო, რომ ალაგებდნენ ვინ როგორი ცნობადია და რაღაცა და ჩემზე ახსოვეთ ვინ არისო, არ ვიციო და იმ დღეს აქ ვარ რაღაცებს მუშაობ და შემოდის ეს ბიჭი უცებ აქ და ირო დავინახა გაშრა აბსოლუტურად და გამარჯობათ. რას მიირთმევ რა გრებავს თუ რაღაცა და ძალიან შერცხვა და შეეშინდა ჩემი რომ ეხა რაღაცა სიგიჟე არ მექნა.
და მინდოდა რომ მეთქვა რომ გამეცნოთ ჩემი თავი და მომეყოლა ვინ ვარ, მაგრამ მე მივხვდი რომ ეხა ძალიან დამეზარა ეგ ყველაფერი რა, რომ გავატარე ჩვეულებრივად რა. ხო და ქართველებს ეგ კომპლექსი გვაქვს ზოგადად, რომ ვითომ არ ვიცით ვინ არის, თუ რაღაცა ამ დროს ჩვენ ყველაზე ჭორიკანა ხალხი ვართ და ძალიან კარგად ვიცით ყველა ვინ არის რა. ხო და ალბათ ეგეც არის რომ რაღაცა საინტერესოა რა ალბათ და ძალიან მნიშვნელოვანი რაც არის ჩემ ცხოვრებაში, მე არ მიყვარს, როდესაც ვარ ბრბოს ნაწილი, არ მიყვარს, როდესაც აი რაღაცა რომ ტრენდული არის, იმიტომ რომ მეც გამოჩნდა იმათიანი და იმ ტრენდულ იმაში მოვხვდე რაღაც მასაში, თქვა რომ ხო ეს ძალიან კაია, ან ვიღაცაზე თქვა რომ ეს ძალიან ცუდია რა, მე ყოველთვის ვამბობ იმას, რაც რეალურად ვარ, არ თამაშობ და ყოველთვის ჩემთვის მნიშვნელოვანია თქვა ის, რაც მე მომწონს, რაც მე მინდა, ჩემთვის რაც არის მნიშვნელოვანი და ხო ადამიანებს ალბათ უჭირთ განსხვავებული აზრის მიღება, უჭირთ რაღაცა ის, რაც ზუსტად ისე არ არის, როგორც მათ გონიათ და ალბათ მაგიტომ ვარ ხოლმე რა, ყოველთვის რაღაც ყურადღების ცენტრში. ამ დროს რა ვიცი, დედას გეფიცები არასდროს ამდომებია, რომ რაღაცა ისეთი მექნა, რომ ან სკანდალი გამომეწვია, ან არა, უბრალოდ ვარ ისეთი, როგორიც ვარ და მე მგონი ეგ უფრო აღიზიანებთ. შეიძლება აღიზიანებთ ვიღაცას და ვიღაცისთვის პირიქით ძალიან საინტერესო არ მაგიტომ რა, რომ აი არ ვარ ისეთი როგორიც ყველა. ხო. ეხა ეს პროექტშიც მაშინაც იმედზე რო იყო და მაშინაც გადაგთელეს. მანდაც გამოჩნდა რომ იმას აკეთებ რაც შენ გინდა და შეიძლება იმაზეც გიფიქრია რომ ეხლა ამას მოყვებოდა ყველაფერი, მაგრამ იმ მომენტშიც კი არის ფიქრე რომ იმედი პროექტი რაღაცა შენ თავს ჭირდებოდა, შენ რაღაც გაგისწორდა იმ მომენტში იქ ყოფნა. რაღაც სასიამოვნო დრო გაატარე და გააკეთე. იცი არის ეს ხალხი მაინც იმას ილაპარაკებს რაც უნდა. რო არ ვაკეთო არაფერი, მაინც ილაპარაკებენ. გავაკეთებ და უფრო მეც ილაპარაკებენ. ამიტომ, რავი, მე ავარჩიე რომ ჩემ ცხოვრებას მივხედო და ჩემ გზაზე ვიარო რა და მე ხა ეს პატარ-პატარა ჭიაყელები რა რას ილაპარაკებენ ჩემზე უკვე მნიშვნელობა აღარ. ყოველს კომენტარი რო გაუკეთო შენ გზაზე, იმ გზას ვერ გაივლი ხა. ვერც გაივლიან, იცი, ვერ გაივლიან, ანუ იმას, რასაც მე ვაკეთებ, ძალიან დიდი შრომა ჭირდება და მაგ ადამიანებს მაგის ძალა არ აქვთ, მაგ ადამიანებს მხოლოდ იმის ძალა აქვთ, რომ იჯდნენ და რაღაცა წერონ რა. ღვინოები მაქვს საქმე ხა. სიამოვნებით ისე მიყვარს. რომელი გინდა შენ? მოდი დავლიათ აი ეს. წითელი. რომელიც არის კენკრით, ხო? ეს თეთრი არის ვანილით და ტროპიკული ხილით. ისე როგორი გემოებია, ხო? ესე არ გამისწორებს. საინტერესოა. პატანეგრა. ხავთ კენკრის არომატს, შეგიძლიათ შეიძინოთ სპარის ფილიალებში მეგობრებო, ექსკლუზიურად ესპანური ღვინოები, სწორედ ამ მაღაზიაში არის შესაძლებელი, რომ ნახოთ და მოდი, გაგვიმარჯოს, თიკა შენ კაფეს გაუმარჯოს. მადლობა და შენ პოდკასტს გაუმარჯოს. მადლობა. ბევრი მაყურებელი და ბევრი გამომწერები და რა ვიცი, შენ ბევრი მოხმარებელი. მადლობა. ბევრი ფული. მადლობა შენც. მადლობა. მომწონს იცი? და საძილს მართლა ძალიან უხდება აი საჭმელსაც ახლა. ამას რა აქვს კიდე? მზესუმზირები აქვს. სეზამის მარცვლები, შებოლილი, იმისი რა ქვია, წითელი ბულგარული соуსი, აისბერგი და მაიონეზი ტკბილცხარე. აღარ მაიონეზი ჩვენ ვაკეთებთ. ნაყიდი მაიონეზი არ არის. ძალიან მაგარია. მე ციაზე ვიღადავე. ფეხას ქორწილში რო იყავი. და ეგ ცალკე ამბავი რო იყო ხალხის შეფასებაში. იმდენი ნახვა ქონდა ჩემ სტორის, ალბათ რავი. ჩავლებრი Netflix-ის სერიალებით მიყურებ და ხალხი იჯდა ჩემ სტორებზე ეგ პერიოდი ესე რა. თავმოყარეულს რატო გეძახთ? მე მაგის გამო. იმიტომ რომ ქართველებს ხო თუ გაშორდი ხო შენი მტერია და საშულთაშულოდ უნდა გადაეკიდო, ანუ პატიება საერთოდ რა არის არიციან, წარსულის დავიწყება არიციან რა არის და მაგიტომ რა. ანუ რეალურად ხო, კაი, გავიდა, ჩემი შვილი 15 წლის ხდება. აი, მართლა რამდენი წელი გავიდა? და რა უნდა მექნა, ჩემი შვილის მამა, რომელსაც ძალიან უყვარს ჩემს სულს თავისი მამა და ჩვენ ძალიან მეგობრები და ძალიან ადამიანური და კარგი ურთიერთობა გვაქვს.
15 წლის წინ რაღაცა მოხდა, მაგაზე აი ეგ უფრო უთამოყარეოდ მეჩვენება, იცი რომ ხალი რომელსაც დავიწყებული ისტორია გაქვს და დავიწყებული სიყვარული, კიდე იმაზე ნერვიულობ 15 წლის წინ ვიღაცამ რაღაცა რომ გაწყინი. ჩემთვის ეგ უფრო უთამოყარეობა არის, ვიდრე ის რომ პირიქით აი ძალიან ლაღადი ცხოვრო და ძალიან ისიამოვნო ცხოვრების. ხო და რა მაგარია რომ ესე პირიქით რომ მიხვედი შენი შვილი რო ესწრებოდა იქ ქორწილს აი ძალიან მაგარია. რა ვქნა, ანუ მე ვარ რაღაც განსაკუთრებული თუ მგონია რომ ეგ ძალიან ნორმალურია. მომისმინე მაგ ვითარებაში, როდესაც 15 წლის წინ მოხდა ეგ ყველაფერი. ხო. და მართლა პატარები რო იყავით. რავი. აი მართლა კიდევ როგორ დავიფიცო თუ როგორ თქვა, არ ვიცი, მაგრამ ერთი წამით არ დამიშვია ჩემს გონებაში, რომ მაგას ვიღაცა ცუდად გაიგებდა. აი იმდენად, ხო გეუბნები, იმდენად ცხოვრობ, როგორც მე მინდა. იმდენად, აი მართლა ვცდილობ, რომ ყველა შესაძლებლობით ვისიამოვნო ცხოვრების, იმიტომ რომ რავი, სრულიად საკმარისი არის, ალბათ რაც ვინერვიულე და რა ტკივილიც გამოვიტანე და აღარ მინდა რა ისევ ის რაღაცა იქ ცხოვრება რა იმ უბედურებაში და იმ ტკივილში და ისევ აი ამ თიკასში რა, იმიტომ რომ გავიარე. ეგ ეტაპიც გადავლახე ცხოვრება, მაგაც მანახა რომ ეგეც არსებობს, მაგრამ ეხა უკვე შემიძლია ვისიამოვნო ცხოვრებით, ხო? რაღაც დაუტკბე მშვიდად ვიყო. აი სიმშვიდე ძალიან კარგი არის, ძალიან სიამოვნებს და ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან სიმშვიდე არის. მე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ნინა იყოს ჯანსაღ ურთიერთობებში გაიზარდოს ჩემი შვილი და ეხლა ვიღაცა რას იფიქრებს, მაგრად მკიდია იქ, სადაც ჩემი შვილის კომფორტი არის გადამწყვეტი, ხო და მნიშვნელოვანი. შვილისთვის ძალიან მთავარია ეგ. ხო, მარტო შვილისთვისაც არა რა, ჩვენ ძალიან ადამიანური და ისეთი გამგები ურთიერთობა გვაქვს და ძალიან მომწონს ეგ და ძალიან კარგი იქნება თუ მაგალითად აიღებენ სხვა დანარჩენი ამ ჩვენ ურთიერთობას. ცივილურად. ხო, არ არის. აღარ არის 15 წლის წინანდელი უბედურება მოახვიეთ თავს თქვენ შვილებს, თქვენ შვილიშვილებს და იცხოვროთ ვიღაცაზე გაბრაზებულმა. ერთხელ ცხოვრობ მართლა და რავი, იცხოვრეთ ლაღად და ბედნიერად რა. ისე ეხა რო გაგეცნო ბექარ შეიძლებოდა რომ ეხა თავიდან არა მოგწონებოდათ ისევ ერთმანეთი და მე რა მგონია, აბსოლუტურად სხვადასხვა შეხედულებები გვაქვს ცხოვრებაზე და აბსოლუტურად სხვადასხვა ინტერესები და არ მგონია. არა, მაშინ ძალიან პატარები იყავით. არ მგონია. აბსოლუტურად სხვადასხვა გზით წავედით, მეც და ისიც და არა. და ეხა ყავს შენ ვინმე მეორე ნახევარი. კი. ძალიან კარგი. კი. დიდი ხანია უკვე თუ? კი. და ესეც როგორი მნიშვნელოვანია ეგეც ჩემი აზრით, რომ რაღაც უფრო სხვანაირად დადიხარ და უფრო სხვანაირად კი, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გვერდზე როგორი ადამიანი ყავს, იმიტომ რომ აი ეს ჩემი თავდაჯერებულობაც ძალიან დიდი დამსახურება არის მისი რა, ძალიან, იმიტომ რომ იქამდე თუ მე ყავდა ისეთი პარტნიორები, რომლებიც ძალიან დიდ კომპლექსს მკიდებდნენ საკუთარ თავზე და ისე ვიყავი ამდენად კარგი ვარ, თუ არ ვარ საკმარისად კარგი, არა, ამან მომცა მაქსიმალურად თავდაჯერებულობა იმისი, რომ ყველაზე კარგი ვარ, ყველაზე საკმარისი ვარ და ყველაზე მნიშვნელოვანი ვარ და ყველაფერი გამომივა. და ეგეთი უნდა ყავდეს მართლა ყველას ეგეთი უნდა ყავდეს კი, მაგრამ აქამდეც გჭირდება ალბათ საკმარისი გამოცდილება, რომ მაგას მიხვდე რა, იმიტომ რომ მანამდე ხო სიყვარული გგონია, ტირილი და რატო არ მირეკავა ეგ ყველაფერი და მე ხვდები რომ სიყვარული პირიქით არის ის, რომ სადაც სიმშვიდე არის და სიწყნარი არის და სტაბილურობა არის რა, მაგრამ მაგასაც ასაკი უნდა. ხო. ასაკი შვება თავისას რა. იმასაც თავისი მუღამი აქვს ალბათ ბავშვობაში და მე მგონია რომ ყველაფერი უნდა გაიარო. კი. სანამ იმ რაღაც ორმოებში არ ჩახტები და არ მიხვდები. ნუ ზოგი ვერ იგებს მაინც და რამდენი არის რომ მთელი ცხოვრება რაღაც ესეა, მაგრამ ნუ იდეაში რა ნორმალურ შემთხვევაში მე იგებ რა და ყალიბდები. ხო იცი ეს რაღაც ძალიან ისეთი ხშირი გამონათქვამები რაც არის სულ რო გესმის რა, ანუ გაიზდები და მეგობრობის წრე შეგიმცირდება, გაიზდები და მიხვდები რომ საკუთარ თავს თუ შეიყვარებ, სხვასაც ეყვარები. აი ეგეთი ფრაზები მართლა რეალურად სწორი არის რა და ის ზუსტად ეგ არის რომ მივხვდი რომ ჩემი თავი შემიყვარდა, მე ზუსტად ისე შეუყვარდი სხვას, როგორც საჭირო იყო რა. კი. და მეგობრების წრეც მე ესე იკლებს ხოლმე რაღაც. კი, ზუსტად ის ადამიანები რჩებიან, ვინც შენთვის არის საჭირო და საკმარისი აბსოლუტურად რა. აღარ არის საჭირო ყველა და ყველაფერი შენი მეგობარი იყოს. და მოდებულები რო ვიყავით ყველგან. ხო, არა. ისე 30 წლის მერე უკვე რაღაცნაირად ისე ხარ. ძალიან მომწონს მე ეს ასაკი, იცი?
ყველაზე მეტად მომწონს ალბათ რაც გამივლია ჩემ ცხოვრებაში. კი, ძალიან კარგი იყო ის სიგიჟე ბავშვობა და მაშინაც ეგ მქონდა რომ აი ბოლომდე ვირგებდი ჩემს სიგიჟეებს და ყველაფერს. მაგრამ აი სიმშვიდე უფრო ჩემი ყოფილა. ხო. სიმშვიდე უფრო მაბედნიერებს რა, აი თუ ადრე ეგ იყო რომ პარასკევი როდის დაკათენდებოდა აი კლუბში და მე გულავადილამდე ეხა არის სახში როდის მივალა ტოკიო ზოი და ნინას ანუ ჩემ ძაღლებს და ნინას ჩავუწვე და სერიალს უყუროთ ან გავისეინოთ და მე მშვიდად სახში რაღაც ვივახშმოთ და აი რაღაც აი ძალიან მომწონს. ეხა გავხდი 35 წლის და დაბადების დღეს ისეთი მშვიდი გადავიხადე. ესეთი წნარა. მაგრამ ისე მსიამოვნებს, ანუ აი აღარ შემიძლია ხმაური ცოტა მაგიჟებს. მე პირიქით სულ ესე მინდა რომ რაღაც სახლში ვიყო, ხან რაღაც ფილმს უყურო, რაღაც წავიკითხო, აი ჩემ თავთან უფრო კარგად ვარ. კი, მეც ანუ და მარტოობა ისე მსიამოვნებს, ადრე თუ მარტო ყოფნა არ შემეძლო, ეხა ვცდილობ რომ უფრო ხშირად ვიყო მარტო, იმიტომ რომ ისე მომწონს. ისე მომწონს, აი კონცერტების თუ მაქვს ხოლმე რაღაც გასვლითი კონცერტები, მარტო მივდივარ და ის ორი დღე ჩემთვის არის აი სრული საკმარისი დასვენება მარტო ყოფნის, ჩემ თავთან ყოფნის. მარტო დავდივარ ვსეინობ რაღაც ახალ ქალაქებს, ახლა ჭიათურაში ვიყავი მაგალითად და მარტო ვიყავი და აი ესე გემრიელად მოვიარე ის ორი დღე მარტო ვისეირნე, გავიგე რომელი ტაძრები და რომელი ადგილები იყო საინტერესო და მარტო მოვიარე და ძალიან კაი იყო. ხულხულ სერიალებს ხოლმე. არა. მე მიყვარს ძალიან. მართლა დედაჩემი უყურებს ხოლმე და ნერვებს მიშლის თურქულ სერიალებს რომ უყურე. თან ესე გაჩერდით ახლა ჩემი ფილმი იწყება და შედის თავის ოთახში და იკეტავს კარებს და არ უნდა შეეხოს არავინ რა იქ თავისი ისა. მე ვუყურებ ძირითადად ამერიკულ სერიალებს. და რომელი ერთი გირჩია? აი თქვი. როგორი ჟანრი გინდა მითხარი და გეტყვი. აი უფრო საოჯახო, აი გემრიელად ჩაჯდები, თუნდაც რაღაც ესე. ეხა ბოლოს ეგეთ საოჯახოს უყურე All Her Fault, მე მგონი, ისეთი პატარა მინი სერიალია, 8 და ცოტა დეტექტიური ჟანრია და ისეთია კარგად საყურებელია. თუ ჩემს საყვარელ ჟანრს და ფენტეზს მივყვებით, რა თქმა უნდა, Game of Thrones-ი და House of Dragons უბრალოდ შეუდარებელია და გიждები და სამჯერ მაქვს ნახი და მეოთხეჯერაც ძალიან დიდი სიამოვნებით უყურებ. ვამე როგორ შეგიძლია ერთი და იგივე ჯერ უყურე, აი ლეონსაც შეუძლია, მაგრამ მე არ იმდენ ახალ რაღაცას ვიგებ ხოლმე ამ თავიდან რომ ვუყურებ, ანუ როგორ ადროს გამომეპარა ხოლმე ეგ დეტალები ვერ ხვდები ამ Game of Thrones-ში. და კიდევ გიждები ბაფრენ და ისეთი დაუფასებელი სერიალია Leftovers ქვია. აი ერთი სული მაქვს მეორეჯერ, ცოტა მძიმეა და ერთი კვირა ვტიროდი მე და ცოტა დამძიმებული გულით დავდიოდი. მაგრამ ჩემი საყვარელი სერიალია რა. ესეთი ჩელენჯი მაქვს ბომბარის პირველი ლუკმის ტესტი. ეხა შენ უნდა აქ დააგემოვნო რომელიმე აირჩიე. დააგემოვნო და ესე ავირჩიოთ, მოდი. კაი, რომელიც ამბობ. მართალია. მაინც ნახე როგორ მიყვარს მოგებები და ლოტოტრონები და რაღაცები. ნახოთ. ქოქოსი ამოგივიდა. კი, და მიყვარს ხოთა შორის. კი. ჩე ვერ გძნებ გამას. კაცების მომენტში. ძალიან გემრიელია. როგორ აკეთებენ ის რომ უშაქროთ კვილია და გემრიელი. ხო რა დანარჩენ შემცვლელია შაქრის. ძალიან კაია. ხო და ბომბარი გადმოგცემს აი ამ სასაჩუქრო ძალიან დიდი მადლობა. და რა თქმა უნდა ფაფინაც არტოვებს საჩუქრის გარეშე და აი ეს ფაფები, ხუთი სახეობის ფაფა. მადლობა. მოკლედ გემრიელად მიირთვი ეს ყველაფერი. და თეთრი ღვინო, რა თქმა უნდა, რომელიც არის ხილით და ვანილით, ამასაც გადმოგცემს სპარი და ესეც დიდი მადლობა. მიირთვი ჩემო კარგო. სიამოვნებით. ძალიან დიდი მადლობა მოკლედ მასპინძლობისთვის. მადლობა თქვენ. რომ დამთავრდი ჩაწერისთვის და ულევ წარმატებას გისურვებ. მადლობა შენს ულევ წარმატებას გისურვებ. მადლობა.